სანამ მოგესალმებით ყველას, მანამდე გეტყვით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ალბათ ბევრი ყურებს დაიხშობს და ბევრი თვალებს დახუჭავს, ბევრი სირაქლე მას პოზიციაში მოხვდება და ბევრიც არასასიამოვნოდ ასკროლავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვერცერთი ვერ გაიქცევით ამ თემას, ვერცერთი თქვენ ცხოვრებაში თუ კი გინდათ რომ მოხდეთ სადღაც საზოფეველისკენ მაინც. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამარ ინასარიძე, თამარ გეფარტი და მოგიყვებით დღეს თუ ვინ გაისტუმრა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და როგორ. ძალიან მოკლედ გეტყვით, დიდი დრო არ მაქვს, ხინკალი შევუკვეთ და ველოდები გარეთ რომ სახში წავიყო. ამიტომ 2 წუთი მაქვს მხოლოდ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გამსახურდია პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც ის შეეწინააღმდეგა ამერიკის ხელისუფლებას, დიდ მასონთა ხელისუფლებას და რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოსთვის იღვწოდა და საქართველოს კეთილდღეობისთვის თავისუფლება მოუპოვა, ადამიანმა თავისუფლება მოუპოვა საქართველოს და შემდეგ, როდესაც ილია მეორე წერს რუსეთის კგბ-ს წარმომადგენლობას, რომ გვიშლის ხელს საქართველოს მართვაშიო და ამის შემდეგ, როდესაც ისინი გეგმავენ, რომ გაიყვანონ უკვე გამსახურდია და მკვდარი თევზის როლი რო არ ითამაშა და სულ კალმახის როლი რომ უნდა დაითამაშა, რომ ვერ აიტანა ეს ვერც შევარდნაძემ და ვერც ილიამ, იმიტომ რომ ეს ორივე მკვდარი თევზი იყო დღემდე და საბოლოო ჯამში ამათმა დაწერილმა წერილმა ის რომ მოგვაშორე ეს კაცი ხელს გვიშლისო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასა ყავდა ზვიად გამსახურდიას და თუ საქართველოს ეკლესიაში ხალხი ვინმე შეიყვანა და ქრისტესკენ დაბრუნა, ეს იყო ზვიად გამსახურდია და არა მეგობრებო, არ გიგონოთ რომ ილია მეორემ რამე ხელი გაანძრია საქართველოს ეკლესიის და საერთოდ ქრისტეს პოპულარიზაციისთვის. აქედან გამომდინარე პირდაპირი მნიშვნელობით, ვინც მართლა ქრისტეს კაცი იყო, ის ერთი პატარა წერილით, აი ამ 2 სიტყვით მოგვაშორეთ ხელს გვიშლის, გააგზავნეს რუსეთში და შესრულდა დავალება. მერე მოდიან ეს ყრუ და ბლუ ადამიანები, რომლებიც მონაზღვენებად აღიკვეცებიან ისევ და ისევ ძალით, ზოგი ძალით, მერე ზოგი, ეხლა პირდაპირ გეტყვით მონაზღვენებად დღეს ვინ დგანან რა. როდესაც საპყრობილეში გააუპატიურეს მამაკაცები, ის გაუპატიურებული მამაკაცები, რომლებიც გამოვიდნენ გარეთ, წავიდნენ მონაზღვენებად. აი ამისგან შედგება დღეს მონაზღვენების საზოგადოება, მეგობრებო, და არ იფიქროთ, აი ამ ადამიანებს რაიმე ჭკუა აქვს თავში რა. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ჯერ სააკაშვილმა გაგვიუპატიურა და დღემდე აუპატიურებს ეკლესია ამ მონაზღვენებს. საქართველოს მამაკაცებზე, პოტენციურ მამაკაცებზე გვაქვს საკითხი, მეგობრებო, ეხლა ვინასაც ვლაპარაკობ. და როდესაც ზვიად გამსახურდია ასეთ ხალხს, ჯერ მარტო ამ თავისი რამდენწლიანი, სულ რაღაც რამდენიმე წელი იყო პრეზიდენტი, ხო? საქართველოში არ ნახულ რაღაცებს აკეთებს, ისე რომ დაჟე უშგულშიც კი მითხრეს ზვიად გამსახურდიაზე რამდენი საქმე გააკეთა. აი ასეთ ადამიანს იშორებს მერე აი ეს ვითომ უწმინდეს და უნეტარესად წოდებული მკვდარი კაცი, მკვდარი თევზი პირდაპირ რა. და აი ასეთ კაცზე ალოცინებენ თელს ერს დღევანდელ საზოგადოებას საქართველოში და აგერ დღეს უკვე მერამდენედ ალბათ ერთი მე-20 იუდეველის მანქანა შემხვდა, რომელიც თავის ნომრებზე პირდაპირ მნიშვნელობით გვეუბნება, რომ აი იუდეველები ვართ ჩვენ აქ და თქვენ გააჯვით აქედანო რა. აი ეს გვეუბნებიან პირდაპირ, მაგრამ ამას ხო დანახვა უნდა მეგობრებო და დანახვა. იცით რა მეგობრებო, იუდეველების წინააღმდეგ მე არაფერი არ მაქვს. მაგრამ როდესაც ჩვენს ქვეყანას იუდეველები ეპატრონებიან და ჩვენ აი ეს შუათიც გვაჩვენებენ, ხო? აი მაგის წინააღმდეგ მართლა რაღაცა მაქვს რა და აქედან გამომდინარე მეგობრებო, პირდაპირ გეტყვით რა. საქართველოს კეთილდღეობა ვისაც სურდა დღემდე ისტორიაში და ფაქტების სახეზე გვაქვს, რომ ყველანი მოაშორეს საპატრიარქოდან თვით ილია მეორის ხელმოწერით. ეხლა დანარჩენით თქვენ იმსჯელეთ, ვინ არის ილია და რა უნდა ილიას ჩვენთვის. ეხლა წავედი.